ცნობილი იქნეს დამნაშავედ. 126 მუხლის პირველი ნაწილით. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ლელა შკუბულიანმა განაჩენი გამოაცხადა. რეზო რაზმაძე შეუერთდა იმათი ათასობით მამაკაცს, რომელიც საქართველოში ზონდერ ფაშისტური ფემინისტური სექტის მსხვერპლი აღმოჩნდა. რეზო რაზმაძეს გამოძიებამ ბრალი წარუდგინა 2023 წლის 14 ივნის დილის საათებში თბილისში ნინუას ქუჩა ნომერის 3-ში მდებარე შეპესერე ზონის შენობაში რეზო რაზმაძემ თანამშრომელს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე გვანცა ქველაძეს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ეპყრობოდა დისკრიმინაციულად. ურთიერთი ლაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ხელის არეში ერთხელ, ხოლო თავის არეში ორჯერ. რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ანუ ეხა მითხარი რის გამომეუბნებით ეგეთ რაღაცას? მილიონჯერ მითხარ, აგავსუნდოე. ანუ ეს არის სამშენებლო სამშენებლო კი არა, ჩემი სამსახურის შედეგად რაც რჩება. მე არ ვარ, ანუ მართლა გადაგიღებთ, აი თუ ეს რასაც მეუბნები, თუ მართლა ეს არ ვანახო, აი ნებისმიერ ადამიანს ვინც მართლა შეუძლებს დაიქცეს. მათხოვარი ვინც არის მაგასაც განახებ, აი მართლა ვინ არის მათხოვარი და არ ვიმსახურებ ეგეთ რაღაცებს. რას ვაკეთებ ეხლა აქ იყო ყველა ადამიანი დაინახეს რა მითხრეს. ამ ხელი სტოლი ვარ. მე დამაგებელი არ ვარ აქ და ჩემ მოვალეობაში არ შედის რომ ეს ყველაფერი დავალავო. ჩემგან აქ მუშაობ დილიდან 9 საათიდან მუშაობ 7-8 საათამდე. მე 8-დან დაღლილი. აქედან რომ დაღლილი გავუდა, დაღლილო ვიქნები, მე შეპესერე ზონში საწარმოს დირექტორსა და იქ დასაქმებულ ქალბატონს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ქართულმა ტელევიზიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა უმალ აიტაცეს და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით რეზო რაზმაძე ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის გარეშე დამნაშავედ გამოაცხადეს. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პირველების ინფორმაციით კი უწყების თანამშრომლობა უკვე გამოკითხეს ის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ძალადობაში მხილებული ახალგაზრდა ქალი პირველებს უმძიმესი ამბის დეტალებს უყვება. ის ამბობს, რომ შეპესე რიზონის დირექტორმა რეზო რაზმაძემ მას თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალა. პირველი დარტყმა მივიღე, როცა მან ტელეფონი რომელიც ხელში მეჭირა, რომ ამ ხელში ჩამარტყა, შემდეგ მე წავბარბაცდი ტელეფონი ხელში, ხელიდან გამივარ და დავარდა იატაკზე და გადაღება შეწყდა და მე უკვე ვიგზენი როგორ ჩამარტყა თავში. და დავიცი იატაკზე. რამდენიმე საათის განმავლობაში გვანცა ქველაძე გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა, მომხდარზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან სტამბის სხვა თანამშრომლებიც. ამ წუთებში შრომითი ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან სტამბა რეზონში, რომლის დირექტორიც სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაშია მხილებული. ძალადობის ამსახველ ვიდეოს მსხვერპლის მეგობარი აქვეყნებს Facebook-ზე, რომელიც ფორმულას უყვება, რომ ყოფილი თანამშრომელი რეზო რაზმაძის მხრიდან სისტემატურად იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მას დირექტორის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და გარეგნობაზე მითითებით გამუდმებით ცდილობდა მის დამცირებას. და რა მოხდა სინამდვილეში სტამბა რეზონის ტერიტორიაზე? დილის საათებში, როდესაც მოვედი სამსახურში, ამ ადგილას იჯდა ქალბატონი გვანცა ქველაძე, რომელიც იყო ძალიან დანაგვიანებული, სადაც ეყარა საჭმლის ნარჩენები, ყველაფერი ანტისანიტარი იყო, რაღაც იყო საშინელი შესახედავი. როდესაც მივეცი შენიშვნა, მან მაგიდაზე დაალაგა 4 ბურცელი, ვითომ ამაზე ვაძლევდი შენიშვნას, ესე იგი მაგან მოამზადა სცენა, რაც უნდა გადაეღო. ვითომ გიჟი ვიყავი და ამ 4 ბურცლის გამო ვაძლევდი შენიშვნას. და დამიწყო გადაღება. ამ დროს ჩვენ სტამბაში იბეჭდებოდა თავდაცვის და უშიშროების ბარათები, რომლის გადაღება საშინლად არ შეიძლებოდა, ძალიან სერიოზულად ვიყავით გაფრთხილებული ამის თაობაზე. და საპირველი კიდე ერთი რა იყო, როდესაც მე წამოვედი, უნდა გავსულიყავი, ის
ამ ადგილას რომ მოვედი, მინდოდა გასვლა და ამ დროს გვანცა ქველაძემ დაიწყო ამ ტელეფონის აქეთ-იქით რხევა და ამ მაგიდებზე ელაგა ეს თავდაცვის ბარათები და შემეშინდა რომ რაიმე ეს ბარათი არ მოხდერილიყო კადრში. თავიდან ვაპირებდი გასვლას, მაგრამ ის არ წამომყვა რაღაცათომ აქეთ. ის მაინდა-მაინც წავიდა აი მთელ შენობაში არის ერთადერთი კამერა. 300 კვადრატია და ერთი კამერა არის და მაინდა-მაინც ამ ადგილას მოვიდა და მე როდესაც გავდიოდი დაიწყო მამაღლა ყვირილი ხელები ჟესტიკულაციით რომ მე აქ რო 7-დან 9 საათამდე მუშაობ რომელსაც არც 7-ზე მოსულა არასოდეს მოდიოდა 11-ზე მიდიოდა 5-ზე აი ამ ყველაფერმა თან აქ ელაგა მაგიდებზე თავდაცვის ბარათები რომელიც გადაღება ძალიან სერიოზულად ვიყავი გაფრთხილებული უშიშროებიდანაც იქიდან რომ ამის გადაღება გამოიწვევდა ფირმაზე ძალიან დიდ სერიოზულ სადისციპლინო სასჯელს. მე ამისი უფრო შემეშინდა რომ ესენი არ მოხვედრილიყო გადაღებაში და ეს მაგისტრის ეს იყო გამზადებული შეკვეთილი სცენა, რომელიც იქ გაამზადა სცენა, დეკორაცია დადო, მაგრამ ის არ გადაიღო ის ქვეით, რაც შეიძლება ყოფილიყო, რაც ჩანდა საშინელება. ვითომ მე აი მარტო იმაზე ვედაებოდი და შემდეგ აი იმაში, როდესაც მოვიდა, მაინდა-მაინც ამ კამერის ხედვის არეში მოვიდა. რატომ ადამიანმა რომელმა ყველა თანამშრომელი ვისაც არ უნდა გამოკითხო დღესაც და ადრეც არავინ არ იცის კამერას სადგას იღებს არ იღებს მუშაობს არ მუშაობს ადამიანს თუ წინასწარ არ ქონდა დაგეგმილი ეს პროვოკაცია როგორ შეიძლება ცოდნოდა რომ ეს კამერა იღებს და ყველაფერი და პოლიციაში პირველი რაც მივიდა გამომძიებელს უთხრა რომ აი კამერაა და სასწრაფოდ ამოიღეთო იქ ჩანს ყველაფერიო და თვითონ მაგის ადვოკატიც თამილა გაბაიძე იმ ამბობს ინტერნეტ მაუწყებელში რომ საშიშროება იყო იმისიო რომ რეზონის თანამშრომელს ეს კამერის ჩანაწერი წაეშალაო თუ წინასწარ არ იყო დაგეგმული თუ წინასწარ არ იყო ეს პროვოკაცია მომზადებული საიდან იცოდა რომ ეს კამერა მაინდა-მაინც ეს კამერა იღებდა რას იღებდა როგორ იღებდა და საერთოდ თუ მუშაობდა კიდევაც იმიტომ აი ხა არც ეს ყველა თანამშრომელს არ მოკითხოთ მუშაობს თუ არ მუშაობს ეს კამერა ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს კამერა მუშაობს ან არ მუშაობს აი იქიდან წამოსული მე რო ვაპირებდი ადამიანი აღშფოთებული ხო შეიძლება წამომყვეს აქ და კაბინეტში წამოვიდეს და ის მაინდა-მაინც აი ესე თუ გადათან იღებდა თან ყვიროდა და აი ესე შემოვიდა კამერაში ის სპეციალურად შემოვიდა ამ კამერის არეალში რომ აქ მოექცია ეს ყველაფერი გადაღება და როდესაც ის უკან მიდიოდა ამ ადგილას იდგა პალეტი რომელსაც წამოკრა ფეხი და წაიქცა და შემდეგ მე გავედი და ეს წავიდა პოლიციაში და პოლიციაში წასვლის წინ მენეჯერს მიწერა ტექსტი რომ მე მივდივარ პოლიციაში მე მივდივარ სახალხო დამცველთან ამ ვიდეოს ყველა ტელევიზიას გადაუგზავნა